მოგესალმებით. Avzandit. ალბათონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ჩვენს კომპანიაში მათემოტორში გაიმართება შეხვედრა, ჩვენ გსტუმრობს საქართველოს სტუდენტური პარლამენტი. მოგესალმებით პირველ რიგში და ძალიან დიდ მადლობას გიხდით აქ მომბრძანებისთვის. ბატონო გელა, სიტყვით გადმოვალ თქვენთან და რომ გითხრათ ორიოდე სიტყვით მივესალმოთ ჩვენ სტუდენტებს და რას გვეტყვით მოკლედ რომ გითხრათ. მოგესალმებით. დიდი პატივია ჩემთვის თქვენი აქ მობრძანება. მთელი ჩემი ცხოვრება ბიზნესში ვარ, ახალგაზრდებთან ურთიერთობაში ვარ. ბევრ ინსტიტუტებში ვკითხულობ ლექციებს, მათ შორის ამერიკაშიც და დღეს ხო იცი საქართველოში როგორც არის. 100% დასწრება რო არსად არ არის. და 100% დასწრება არის მარტო ჩემთან, ხო შალვა? იმდენად სურვილი აქვს ახალგაზრდებს და ეს რომ ჩემს გაკვეთილებს, ესე ვთქვათ. მე მზად ვარ ყოველთვის შესახვედრად ახალგაზრდებთან და რასაც ჩემგან გაიგებთ, ვერცად წიგნში ვერ წაიკითხავთ. ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილება და ვინაიდან თქვენ სურვილი გამოთქვით, რომ შეხვედროდით რეალურ ბიზნესმენს, იცით ახლა ბიზნესმენი არის მილიონი სხვადასხვა მიმართულებით. ერთი არის ბიზნესმენი, რომელსაც პატრონი ყავს და ჩანს როგორც ბიზნესმენია, მეორე არის ბიზნესმენი რეალურად ბიზნესს, რომელიც აკეთებს და ქვეყნის ბიუჯეტში შეაქვს თანხა. არასდროს მე გელა ბარკალაიას პოლიტიკაზე არ მიფიქრია. თორემ ძალიან დიდი ხნის უკან ვიქნებოდი, სადაც მე მჭირდებოდა იქ. ან სხვა ქვეყნიდან გამომგზავნიდნენ, ან აქ ამირჩევდნენ. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევაა, რომ არასდროს არ იფიქროთ პოლიტიკაზე, თუ გინდათ ფული შოვნა. ფული იშოვეთ ბიზნესში. ერთ შეკითხვას დაგისვამენ ყოველთვის, როცა პოლიტიკაში ხარ და ლამბორჯინი დადიხარ. ესეთ შეკითხვას დაგისვამენ. კაცო, პოლიტიკაში ხარ. 2000 ლარი გაქვს ხელფასი, 3, 5 და ლამბორჯინი საიდან იყიდეო? და ვერასდროს ვერ დაამტკიცებ, რომ საიდან